ჩვენ რუსთაველიდან სტუმარი ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში ისტორიკოსი ბექა კობახიძე. მას ცოტახანში ლექცია უნდა დაეწყოს, რამდენადაც ვიცი, მოგესალმებით, მადლობა რომ გამონახეთ დრო, რომ ხართ ჩვენთან ერთად. პრეზიდენტმაც ისაუბრა ცოტახნის წინ, რომ არ უნდა დაუშვას საზოგადოებამ 25 თებერვლის განმეორება. რამდენად არის რეალურად ამის რისკი? ნუ ცხადია პირდაპირ პარალელს და პირდაპირ ამ თარიღის განმეორებას არავინ არ გულისხმობს, მაგრამ რა რისკებია და აი ახლა, როდესაც დგახართ აი ამ მრავალრიცხოვან აქციაზე, რა განცდა გაქვთ, რამდენად დაუშვებს ისტორიის გამეორებას საზოგადოება საქართველოში? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. სრულიად არ არის არაფერი არარეალური. ისტორიული პროცესები მიმდინარეობს შემდეგნაირად, აი პარალელები რომ გავავლოთ, ხო? რომ 1917 წელს დაიშალა რუსეთის იმპერია, მისმა ყოფილმა კოლონიებმა გამოაცხადეს დამოუკიდებლობა და 1920-იანი წლებიდან რუსეთმა დაიწყო რეკოლონიზაცია და ამ მიწების უკან შეკრება, მათ შორის საქართველოსი, უკრაინის მოგვიანებით უკვე ბალტიის რესპუბლიკების 1939-40 წლებში და ასე შემდეგ, ხო? მეორე ტალღაზე ვართ ახლა ამ ისტორიის, როდესაც 1991 წელს კიდევ ერთხელ დაიშალა რუსეთის იმპერია, ამჯერად უკვე საბჭოთა წითელი იმპერია და ბოლო 34 წლის მანძილზე საქართველო არის დამოუკიდებელი, მაგრამ ჩვენ ხედავთ 2008 წლიდან, მერე 2014 წლიდან განსაკუთრებით 2022 წლიდან, რომ რუსეთი იწყებს ტერიტორიების რეკოლონიზაციას. რასაკვირველია, გარემო განსხვავებული არის, სხვანაირი არის, განსაკუთრებით ევროპა, საერთაშორისო სამართალი არის განსხვავებული და ჩემი აზრით, რაც ყველაზე მთავარია, რომ დღეს ქართველები, რომლებიც მზად არიან ამას გაუწიონ წინააღმდეგობა, ვართ გაცილებით უფრო მეტნი და ჩვენ წინ გვაქვს ეს ისტორია, ხო? და მე პირადად როგორც არა მხოლოდ ისტორიკოსი, არამედ როგორც ერთი მოქალაქე საკუთარ თავს ვხედავ ასე, რომ 1920 წელს, 21 წელს სად იდგნენ ადამიანები და სად იყო მაშინ სწორად დგომა, ხო? ანუ აი დღესაც მე ესე უყურებ, რომ დღეს უკვე მე ვარ იმის აქტორი, რაც ხდებოდა 104-105 წლის წინ და ჩვენ ყველას ვალად გვაქვს, რომ სწორ ადგილზე ვიდგეთ. რადგანაც ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ჩვეულებრივი ქართველები აი ამ ისტორიაში ეძებენ თავიანთ ბაბუებს, დიდბაბუებს, დიდბებიებს და სურთ ხოლმე, რომ მათი წინაპრები აღმოაჩინონ სწორ ადგილას მდგომნი და ხოლო ისინი, ვინც იყვნენ მტრის ხარეს, არიან შერცხვენილები. მე მინდა რომ ჩემმა შვილიშვილმა და შვილთაშვილმა 10 წლეულების შემდეგ მე დამინახოს, რომ სწორ მხარეს ვიდოდი. ხო, სამწუხაროდ ისტორია ყოველთვის ყველას არ ესმის სწორად და არის ინტერპრეტირებული. აი მაგალითად ძალიან წარსულ და 104 წლის წინანდელ მოვლენებს რომ არ შევეხოთ და 2008 წელს დავუბრუნდეთ, მე და ელისო ვიყავით შიდა ქართლში საოკუპაციო ზონასთან, სადაც შევხვდით მოქალაქეებს და მოდით თვალი გავუსწოროთ რეალობას. ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ომის და მშვიდობის პროპაგანდა მუშაობს საზოგადოების ნაწილზე და ჩვენი შეხვდა ერთი მოქალაქე, რომელმაც ომზე საუბრის დროს ასეთი კითხვა დაგვისვა: პუტინი რა შუაშიაო? შეგიძლიათ გითხრათ თქვენ როგორც ისტორიკოს, რასთან გვაქვს საქმე და ხო, აი პროპაგანდის ჭრილშიც გითხრათ, რა არის გამოსავალი? ეს პროპაგანდა ძალიან მძლავრია, დეზინფორმაციული პროპაგანდა ქართული ოცნების მხრიდან. ანუ არის რასაკვირველია სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები. ობიექტური ფაქტორი არის ის, რომ ბოლო 34 წლის მანძილზე დამოუკიდებელ საქართველოში მართლა 4 ომი იყო, სამოქალაქო ომი, ცხინვალის პირველი, აფხაზეთის ომი და მერე ცხინვალის მეორე ომი. ამან კოლაფსი გამოიწვია, ეკონომიკის ბევრი მსხვერპლი გამოიწვია და თან ეს 4 ომი არც ერთი არ ყოფილა გამარჯვებული. ხო, ანუ ცოცხალი ტრავმა არის და რასაკვირველია პროპაგანდა ცდილობს, რომ ეს ცოცხალი ტრავმა, ცოცხალი მეხსიერება შემოატრიალოს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. მაგრამ მეორე ამბავი არის აქ კიდე ის, რომ ისტორიის კოლექტიური მეხსიერება
არის პრობლემა, ისტორიის სწორად სწავლება არის პრობლემა, ის რუსეთის ეს ნიშა რო რაღაცა ერთმორწმუნე არის და თქოს ტრადიციების დამცველი არის, როცა ამას უპირისპირებენ ანტიტრადიციულ დასავლეთს, ეს არის პრობლემა, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ხო ვიცით არა, რომ რამდენი 1000 ბავშვი მოკლა რუსეთმა, თუნდაც ახლა ბოლო უკრაინის ომის დროს, რამდენი ბავშვი გაასახლა, რამდენი ეკლესია დაანგრია, ქართული ეკლესია მონასტრები გადაღება და ეს ყველაფერი აბსოლუტურად მორალისგან დაცლილი არის, მაშინ როდესაც ჩვენ ვიცით, რომ დასავლეთი პირიქით თუ აქ ერთმორწმუნეობაზე არის საუბარი, დასავლური ფონდების დახმარებით საქართველოს ისტორიული ძეგლების რეკონსტრუქცია ხდებოდა 10 წლების ეს ყველაფერი ბატონო ბექა, როგორ შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს იმ ადამიანისთვის, რომელიც საოკუპაციო ხაზთან რამდენიმე მეტრში ცხოვრობს, საკუთარ თავზე გამოსცადა პუტინის აგრესია. და ეს ადამიანი რომ გვეკითხება დღევანდელი მდგომარეობით პუტინი რა შუაშია, აი როგორ ავხსნათ და აგვეხმარეთ როგორც ისტორიკოსი. ხო, პუტინი არის ჩავთვალოთ, რომ რაც იყო რუსეთის იმპერატორი 1801 წელს, როდესაც ანექსიას უკეთებდა საქართველოს, რაც იყო ლენინი და სტალინი 1921 წელს, ანუ პუტინი არის ფიგურა, რომელიც იმპერიის რეკონსტრუქციას აკეთებს კიდევ ერთხელ და ჩვენ უნდა დაუსვათ ასეთ ადამიანებს კითხვა, რომ დამოუკიდებელი თავისუფალი საქართველო, აქ უკვე ევროკავშირზეც აღარ არის ლაპარაკი. დამოუკიდებელი თავისუფალი საქართველო არის ჩვენთვის ღირებულება თუ არ არის ღირებულება. თუ არის ჩვენთვის ღირებულება, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უკრაინაშიც, საქართველოშიც, მოლდოვაშიც და ყველგანაც რუსეთი ცდილობს და პუტინი პირადად ცდილობს იმპერიის რეკონსტრუქციას, რომელთანაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს დამოუკიდებლობა. ჩვენ თუ არ გვინდა საქართველოს დამოუკიდებლობა, ესეც პასუხია და ესეც შეიძლება რომ ვიღაცამ ესეთი არჩევანი გააკეთოს. მაგრამ თუ გინდა საქართველოს დამოუკიდებლობა, პუტინი პირდაპირ არის ამისი ანტითეზისი. ძალიან დიდი მადლობა.